ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი. მე თენგო უმანიძე გახლავართ, ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი. მოგესალმებით ბატონი ვაჟა. გვახარებს ძალიან კიდევ ერთხელ თქვენი ხილვა ჩვენს სტუდიაში. მინდა ვისაუბროთ მიმდინარე მოვლენებზე, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ ყველა ეს მოვლენა ასახავს პოებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში. პირველ რიგში ალბათ უნდა დავიწყოთ იმ საკითხით, რომელიც არა მხოლოდ ბოლო პერიოდის, ალბათ, რა ვიცი, საქართველოს ისტორიის აი ამ ბოლო ეტაპების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და ტრაგიკული მოვლენა საქართველოს დაკარგა პატრიარქი ილია მეორე. მართლაც აი საყოველთაო და მასშტაბური გამოდგა აი ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. სხვათა შორის BBC-ს ჰქონდა მათ დათვალეს ამ რიტუალში მონაწილე ადამიანების რაოდენობა, როგორც მათ თქვეს, 1,5 მილიონმა ადამიანმა მიაგო პატივი, ვინც მოახერხა და მიაგო პატივი, თორე ალბათ მსურველი ბევრად მეტი იყო მის უწმიდესობას და ეს არის მოსახლეობის 40% საქართველოსი და არც ახსოვს ისტორიას ასეთი მასშტაბური გაცილება ადამიანის. რამდენად ჰქონდათ მოლოდინი თქვენ, მისი უწმიდესობა რო იყო ყველასთვის ასეთი საყვარელი, სათაყვანებელი ადამიანი, ამას არც აქვს, ალბათ ამაზე არ არის ორი აზრი, თუმცა რამდენად ჰქონდათ მოლოდინი, რომ აი ესე მიიღებდა საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად ყველა ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე, მთელი მსოფლიოდან იყვნენ ჩამოსული ადამიანები იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ მისი უწმიდესობისთვის და გაეცილებინათ ის უკანასკნელ გზაზე. ჩემთვის ერთგვარად როგორ თქვა, ნუგეში იყო ის, რომ აი ჩვენ ხშირად გვითხოვამს, რომ ერი გადაჯიშდა, ერი აცდა გზას და მართლაც აი ბოლო პერიოდის მოვლენებიც სულ დაყოფას, სულ ერთმანეთთან დაპირისპირებას გვაჩვენებდა, მაგრამ აი ამ მოვლენამ თითქოს გააერთიანა ხო მთელი ქართველი ერი. იყო თქვენთვის ეს მოსალოდნელი, რომ აი ასეთი რეზონანსი, ასეთი მასშტაბის საყოველთაობა ექნებოდა ამ ყველაფერს. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მე მინდა სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების დიდი ტკივილისა გამო. დიდი პატრიარქის ეპოქა დამთავრდა სამწუხაროდ. იგი 48 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საჭეთპრობელი ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ბიწიერი სულიერი მამა. ეხლა რა თქმა უნდა, ნუგეში არის, რომ იგი ზეცაში იმ წმინდანებს შეემატა, რომელიც ზეციდან საქართველოს და ქართველობას დალოცავს და ნუგესცემს და დაეხმარება. ეს ეპოქალური მოვლენა იყო, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ მას ჰქონდა რაღაც ისეთი ღვთიური, უძლიერესი ღვთიური მუხტი, ელემენტარულად, როდესაც საპატრიარქოში არ იყო, მე მქონდა განსაკუთრებით ადრეულ წლებში ხშირი ურთიერთობა პატრიარქთან, მე მადლიერი ვარ მისი ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს და როგორც მწერალს, როგორც პოეტს, როგორც შემოქმედს და მე ვიტყოდი, როდესაც საპატრიარქოში მივიდოდი და ვთქვათ, პატრიარქი არ იყო, სადმე იყო წასული, იგრძნობოდა, იცით, აი აურა აღარ იყო ის სითბოს და სიკეთის, რომელსაც პატრიარქი ასხივებდა. განსაკუთრებული მოვლენა იყო, ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში თავისი მოღვაწეობით. აი შეიძლება ხაზი გაეხვსვათ, რომ აი განსაკუთრებულ მომენტს იგი პატრიარქს ჰქონდა რაღაცნაირი დუმილიც კი მეტყველიცით, რომ შემოგხედავდა და დუმდა
მაშინაც თუ შეიძლება ასე ითქვას, ეხლა გნებავთ პოეტურობას და არქიტექტურას, რასაც გნებავთ, მეტყველი დუმილი ქონდა პატრიარქს. მეორეც ურთულეს პერიოდში მოუწია მას მოღვაწეობის დაწყება და 1977 წელი არის გაგანია კომუნისტური რეჟიმის პერიოდი, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშია საქართველოს, ხო? მით უმეტეს სტალინის შემდეგ ახალი რეპრესიები დაიწყო ნიკიტა კირშმა, იგივე ნიკიტა ხრუშოვმა, საერთოდ ეკლესია მონასტრების და საერთოდ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და აი პატრიარქმა წარმოიდგინეთ რომ შეძლო მაშინ როდესაც სულ რამდენიმე ეკლესია იყო მოქმედი და რამდენიმე ათეული სამღვდელო პირი იყო შეძლო ქართული ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნება ქართული ეკლესიის მთლიანი ტანის შენარჩუნება ქართული საგალობლების აღდგენა ქართული წირვა-ლოცვის შემოტანა იმ ეკლესიებში რომელიც მოქმედი იყო ეს იქნებოდა სვეტიცხოველი ეს იქნებოდა სიონის ტაძარი ეს იქნებოდა ანჩის ხატი თუ სხვა და ასევე აკურთხა ახალი ეკლესიები თქვათ ანჩის ხატი იგივე 1988 წელს და ასე შემდეგ და ის ისტორიული ჩვენი ეკლესია მონასტრების სალოცავებში პირველი ზარი დაერეკა ქრისტიანული არ შეიძლება არ გავიხსენოთ რომ აი თითოეული მისი მოღვაწეობა ეროვნული შტრიხით შეიძლება ეროვნული სკალაზე შეიძლება შევაფასოთ უმაღლესი შეფასებით არ იყო ქვეყნის ცხოვრებაში არც ერთი მომენტი რომ იგი გამოკლებოდა მე ვისურვებდი თემგო რომ აი ახლა მით უმეტეს ახალი პატრიარქის არჩევა იქნება წმინდა სინოდის მიერ და ისეთივე აქტიური ისეთივე ხმალშემართული და მამულისათვის თავდადებული პატრიარქი იყოს საქართველოსი რომელიც ხმას ამოიღებს და ისევე როგორც ღრმად მოხუცებულმა ჩვენმა პატრიარქმა არაერთხელ გამოვიდა და თქვა პირში მიახალა ხელისუფლებას რომ არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა არც პრეზიდენტს არც პარლამენტარს არც პატრიარქს არც მინისტრს და არავის არც მეფეს და არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას რომ ქართული სოფლები გადაარჩინეთ, დაიცავით ქართული სოფლების სიმდიდრე, ნუყიდით ჩვენ მდინარეებს, ხეობებს, ტყეებს, მთებს და ასე შემდეგ. ამის მთელი გამოსვლები არსებობს, არა? და მე ვისურვებდი, რომ ახალი პატრიარქიც ამ კუთხით იცავდეს სამშობლოს. მე არ შეიძლება არ გავიხსენოთ თუნდაც 2008 წელი, როდესაც აგვისტოს ამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს პატრიარქი შევიდა იმ ალმოდებულ ცხინვალში და ჩვენი დახოცილი და დაჭრილი ბიჭები და ტოლვილები გამოიყვანა უამრავი ადამიანის სამშვიდობოს და ეს მიცვალებულები რომელსაც იქ გაღწნა და ის ელოდა და რა უპატრონოდ და თავისი მოსასხამი გადააფარა თვალსრემლიანმა არ შეიძლება ამების დავიწყება მე უფრო ადრინდელს გავიხსენებ პატრიარქი ვთქვათ იგივე 9 აპრილს პატრიარქის სტადიონზე იგივე აქ დიდი აჟიოტაჟის პერიოდში პატრიარქი იგივე 1978 წლის 14 აპრილს რომელი არ ყოფილა ქვეყნის ცხოვრებაში აი მნიშვნელოვანი მომენტები რომ პატრიარქს თავისი გონივრული ნაბიჯი და ეროვნული შემართებით ეს ყველაფერი იმიტომ ეხლა შეიძლება ამის საუბარი ცოცხალი როცა აღარ არის ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი უმკაცრესი გამოსვლა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ყურად არისო ამ მათ რა ქვია, სულ წაწმენდილმა ხელისუფლებამ. პატრიარქის გამოსვლა დავით გარეჯთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მიჩუმათებულია, ხო? თითქოს არავინ არ ახსენებს და ეხლა მე ვისურვებდი, რომ თქვათ იგივე სინოდის წევრებიდან, ხო, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული მეუფეა, მაგრამ აი ეს წახნაგები, მტკივნეული წახნაგები ერისთან დაკავშირებით, ერის ცხოვრებასთან დაკავშირებით, ერის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, თუ ესენი გაყურცულები იქნებიან და ეკლესია ცალკე იქნება და ქვეყანა ცალკე, არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ისტორიულად ყოველთვის იყო ერის ცხოვრებასთან გადაჯაჭვული. საქართველოს ეკლესიის ისტორია მე ხლა ამ შემთხვევაში როგორც თეოლოგიის დოქტორი ვაცხადებ რომ საქართველოს ეკლესიის ისტორია ქართველი ერის ისტორიიდან განუყოფელია. განუყოფელი ეს იყო ერთი და იგივე, იმიტომ რომ
ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში როცა პიეტრო დელავალე ბრძანებს 1620 წელს რომ ურბან მერვისადმი მიწერილ წელში რომ ქრისტიანობა ქართველობაა და ეს ერთმანეთის სინონიმური ტერმინებია თუ ჩვენ ნახავთო ისპაჰანში ქრისტიანს აუცილებლად ქართველი იქნებაო არ შეიძლება არ გავიხსენოთ ასევე პატრიარქის ნახეთ როგორ მიუდგა დემოგრაფიულ პრობლემას 50,000-ზე მეტი ნათლული დატოვა ხო და ყოველ თან როგორი სტიმული გააკეთა თვითონ არაფერი ყოველ მესამე ბავშვს მე მოვნათლავო რა პატრიარქმა ბრძანა და მე როგორი აი თვალსრემლიანი უყურებდი იმ სცენას როცა თეთრი ვარდებით ეს ნათლულები დიდი სამების ტაძარს მიადგნენ რომ თავისი ნათლია მოეხსენებინათ და მიეგოთ პატივი მისი ხსოვნისათვის ეს დიდი ამბავი იყო ძალიან დემოგრაფიული კუთხით დიდი ამბავი იყო ახლა დემოგრაფიაზე ვლაპარაკობ ნახე კიდე მეორე კუთხე მინდა წამოვწიო წინ გვარების დალოცვა და გვართა საბჭოები შეიქმნა ხო ურამაზესი ტრადიცია იქ ხალხები სხვადასხვა გვარები მიდიოდნენ ლოცავდნენ იქ ზოგს ვთქვათ ღვთისმშობლის ხატს წირავდა ეკლესია ზოგი წმინდა გიორგის ხატს ზოგი მაცხოვრის მაგრამ გვარები ერთმანეთს ეცნობოდნენ ხო ერთი შეიძლება დასავლეთ საქართველოს ცხოვრობდა მეორე აღმოსავლეთში ან ზოგი მთიანეთში იყო ან ზოგი უცხოეთში იყო და აი ამითი პატრიარქმა კიდე ერთხელ დააკავშირა ეს ახლა მე არ მინდა რომელიმე გვარი ჩამოვთვალო იმიტომ რომ სხვებს ეწყინებათ მაგრამ მასობრივი სახე მიიღო და ამათ იამაყებოდათ დღესაც მე ძალიან ბევრი გვარის ღირსეულ წინამძღოლს ვიცნობ და რომლებიც აი პატრიარქის მხარში იდგნენ ეხლა და აი აქ ამ სამგლოვიარო დღეებშიც იქტრიალებდნენ სულ დიდ სამებაში ანუ აი ეს პროცესიც გამოაცოცხლა ეროვნული კუთხით გვარების შეკავშირება დღეს შეიძლება ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ არა და ამან აი პატრიარქის ამ პოლიტიკამ ამ ჰუმანურმა სიყვარულის პოლიტიკამ აი ეს გვარები ერთმანეთთან დააკავშირა ოჯახები დააკავშირა ერთმანეთს და ეკლესიას დაუკავშირა აი ამითი არაპირდაპირად წმენა გააძლიერა ის კი არა რომ შენ იყავი ქრისტიანი აუცილებლად ჯვარი ატარე აუცილებლად არა ამის თქმა აღარ იყო საჭირო რაღაც სხვა იწეღა რო თქვი მდუმარე ის რა ქვია დუმილის სიბრძნე ქონდა იცით აი ესეთი დუმილის სიბრძნის მეტყველება ქონდა და აი ამ ყოველი ნაბიჯში ეს მიმართული იყო ქართველი ერის გასაძლიერებლად აქვე არ შემიძლია მისი პირადი სუბიექტური ნიჭი რომელიც მას ქონდა საოცარი ხატწერა აი უფალი საბაოთ ვახტანგ გორგასლის თამარ მეფის პორტრეტები და აი სამების წარმოგიდგენიათ ესე იგი ესეთი პატრიარქი საქართველოს თუ ყავდა რო ესე იგი საოცარი ხატწერა მუსიკა ეხლა რასაც იქ გალობდნენ დიდ სამებაში ხო სიყო მისი სულიდან აღმომხდარი ღვთიური ბგერები და ღვთიური მუსიკა აი ამ პიროვნებისა გარდა იმისა რომ მან გააცოცხლა წინა პლანზე წამოსწია აი თქვათ იგივე ძმები კარბელაშვილების საგალობლები ხო საეკლესიო საგალობლები მე ვამაყობ რომ იმ სოფლიდან ვარ სოფელ ქვემოჭალიდან საიდანაც ეს ხუთი ძმა წმინდა კარბელაშვილი იყო ხო და აი ეს ყველაფერი ახლიდან წამოწია ხან საეკლესიო გალობის ფესტივალი ჩაატარა აგერ სამთავისში ყოველწლიურად ტარდებოდა ამის თაობაზე საეკლესიო გალობის ხალხური ანსამბლები ხო ჩაქრა ეს ხალხური ფესტივალები და ისე აი პატრიარქმა ამ კუთხით წამოწია არ შევიძლია არ გავიხსენო ერთი ასევე გონივრული ნაბიჯი ჩვენ გარშემო იყო ხან ესეთი მომენტები რომ საქართველოს საზღვარს ყველა მეზობელი ნელ-ნელა ეჩოჩება და ეს იქნება სასოფხეთი აზერბაიჯანი რუსეთი თუ თურქეთი ცდილობს რომ დააპატარაოს და ჩაგრენის ტყავით დაპატარებული საქართველო ნახეთ რა გონივრული ნაბიჯი გააკეთა ყაზბეგში მიქაელ თავარანგელოზის დიდი საეკლესიო კომპლექსი აშენა მლეთასთან ზუსტად საზღვარზე გადმოდის ჩრდილოეთიდან ეს ტურისტი იქნება თუ რუსი თუ სხვა და ხედავს რომ უდიდესი საეკლესიო კომპლექსია აშენებულია რა დაამაგრა ეს ადგილი რომ იტყვიან საქართველოსთვის იცი აი სულიერი სადარაჯო შექმნა აქ ამ თავარანგელოზის ეკლესიით ეს პატარა ამბავი არ არის და არაფერს აღარ ვამბობ იმ
საოცარ ეპისტოლეებზე პატრიარქისა, ეს იქნებოდა საშობაო ეპისტოლე, ეს იქნებოდა საღდგომო ეპისტოლე, უამრავი სიბრძნე და უამრავი პრობლემატიკა, ტკივილი ჩადებული. ამიტომ ვთქვი, აქტუალური და მე შემთხვევით არ ვთქვი, რომ მე ვისურვებდი, რომ ახალი პატრიარქი ვინც მოვა, აი ამ ეროვნულ პრობლემებზე გაამახვილოს ყურადღება. აქ პოლიტიკაში პირდაპირ ჩარევა კი ამაზე დიდი პოლიტიკა რა, ანუ პატრიარქმა სწორი საეკლესიო პოლიტიკა გაატარა ამ კუთხით. აი თქვენ ბრძანეთ ბატონო ვაჟა, რომ ეკლესიის ისტორია გადაჯაჭვულია ქართველი ერის ისტორიასთან და აი მართლაც არ შეიძლება არ გავიხსენოთ თან მარტია 2 დღის წინ 25 მარტია თუ სწორად მახსოვს თუ არა და შემისწორებთ თქვენზე უკეთ ვინ იცის ამას მარტყოფის ბრძოლის კი 25 მარტი ძველი სტილით ახალი სტილით 7 აპრილი კი ბატონო სადაც აი 9 თუ შემდეგ იყო უკვე მარაბდის ბრძოლა სადაც აი 9 ეპისკოპოსი ბრძოლის ველზე დაეცა ანუ ეკლესია ამ შემთხვევაში არამხოლოდ სიტყვით, არამხოლოდ ლოცვით, არამხოლოდ შეგონებით ჩვენს ისტორიაში აი ხმლითაც კი იცავდა ამ ქვეყანას. ეს მარაბდის ბრძოლა იყო. მარაბდის ბრძოლა იყო 9 ეპისკოპოსი. 9 არა 3 ეპისკოპოსი, მაგრამ უნდა ითქვას საკვირველი რა არის, ცით აი მარტყოფის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომ მარტყოფის ულევარას ველზე ველის გარშემო 12 ეკლესია სალოცავია დღესაც იმ დროს უფრო მეტი იქნებოდა ალბათ აი თუ ნანგრევებს და იმას ჩავთვლით ალბათ 14-15 ეკლესია სალოცავი ღვთაების მონასტერი წმინდა ნიკოლოზ ტაძარი გლისხევის წმინდა გიორგის და ასე შემდეგ და იგივე მარტყოფის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ამ ეკლესია მონასტრებიდან ნაზიარები ჯარი გამოვიდა თავის მოძღვრებთან ერთად, ანუ ბერ მონაზვნები ჩვეულებრივ ჯარისკაცების გვერდზე, მეომრების გვერდზე იდგნენ და ომობდნენ. ეს მარტო მარტყოფსი და მარაბდაზე არ იყო. სხერტის ჭალა და ტაშისკარის ომში, აი ტაშისკარის ნახვეტარას ველზე პირდაპირ წერია, ესე იგი, როცა იოსებ თბილელი ამბობს, რომ იმ ღამეს მართლმორწმუნენი ვიყავთ სულ ღამე თევითა, წმინდა მამები თან გვახლდნენ და ასე შემდეგ. ეს სამღვდელობა იყო, რომლებიც ჯართან ერთად თელღამე ლოცულობდა. ახლა როგორი ამბავია, რომ 60,000 ოსმალო თათარხანია თურქი, ხო? და შენ ხარ სადღაც 10,000 არც ხარ, რა, სადღაც სხვადასხვა მონაცემებით 9,000, 8,000 კაცით. და მაშინ რა ავტომატები და ეს ხო არ იყო, ახლა მესერშმეტები არა? ხმალი და ხანჯალი და შუბი, აი ამხელა ჯართან. აი როგორი რწმენა ჰქონდათ და სიყვარული უფლის და სამშობლოსი, რომ ასე გაბედულად და გულადად ომობდნენ. და აი შევადაროთ დღევანდელ პოლიტიკას, მომავალ თაობას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა განათლებისა. პატრიოტებად ზრდის თუ არა მომავალ თაობას? არა ბატონებო. და ეს არის უპირველესად ხელისუფლების ბრჭყალებში დამსახურება. ესენი ყველანი ჩამოსაკიდები არიან ხეზე ამ კუთხით, იმიტომ რომ მომავალი თაობა რო დაეძახო რომ საქართველოს უჭირს, განა რამდენი კაცი გამოვარდება, რომ აი არიქათ ჩემ სამშობლოს უჭირს. აი და მე მინდა ვთქვა რომ პატრიარქის გარდაცვალებამ გააერთიანა თითქოს მთელი საქართველო და თითქოს რაღაცა იმ გარდაცვლილმა პატრიარქმა ზეციურ ზარს ჩამოკრა და თითქოს კიდევ ისე ზეციდან გაისმა ქართველნო ერთად ღვთისაკენ. და აი როცა ვხედავდი ამ ხალხს, რომელიც პატრიარქის სამძიმარზე მიბრძანდებოდა დამწუხრებული სახით, თითქოს ზეციდან ისე რეკდა პატრიარქის სიტყვები ქართველნო ერთად ღვთისაკენ. რადგანაც აი ეს ანდერძივით დატოვა პატრიარქმა. თუნდაც იგივე შვიდგზის ლოცვები და ეს ყველაფერი და აი და ამიტომ ვთქვი რომ ჩვენი ისტორია, სწორედ ისტორია, ეკლესიის ისტორია და ერის ისტორია ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და მე ვისურვებდი რომ ჩვენ ძალიან გამორჩეულად გამოჩენილი პატრიარქები ყავდა როგორც ძველ დროში ისე უახლეს წარსულში ეს იქნებოდა კირიონი, იქნებოდა ლეონიდე თუ სხვები, ამბროს ხელაე თუ სხვები, სამშობლოსთვის თავდადებული პატრიარქები იყვნენ და მე ვისურვებდი რომ აი ამ აპოკალიფსურ ჟამში, ამ გლობალიზაციის პირობებში სხვა არაფერი გადაარჩენს თუ არა სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის, ქრისტესთვის თავდადებული
მომავალი პატრიარქი და მომავალი სამღვდელო. საჩორის ბატონო ვაჟი, აი ჩვენ ვახსენეთ, რომ მთელი მსოფლიოდან ქონდა ამ ყველაფერს გამოხმაურება და მართლაც აი არ ვიცი, არა მხოლოდ ქრისტიანული სამყაროდან, ხო? სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც მიაგეს მის უწმიდესობას პატივი. აი ჩვენ მაყურებელიც ხშირად აღნიშნავდა ამას და კომენტარების სახით, რომ ცოტა ტენდენციურობა გამომჟღავნდა რაში? არც ერთმა ქართულმა ტელევიზიამ არ გააშუქა მაგალითად პრეზიდენტ ლუკაშენკოს, პრეზიდენტ პუტინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სამძიმარი, რომელიც რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აი ეს არ ვიცი, რას უნდა დავუკავშიროთ. ხო არ შეიძლება აი ესეთი გლოვის დღეებშიც კი ვიყოთ ტენდენციურები და აი ამ რაღაც ანტირუსული პოლიტიკის არ ვიცი რა ქვია ამას, ამ სიგიჟეში გახვეული კვლავ. აი რას უკავშირებთ თქვენ ამას? მე არ მინდა ესე გამომივიდეს, რომ თითქოს აი რაღაც განსაკუთრებულად გამოყო, მაგრამ თავად მათ გამოყვეს განსაკუთრებულად და მათ მიანიჭეს როგორც ჩანს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი გაშუქდა. გარდა აი ამ ადამიანების რუსეთისგან მომავალი, რუსული სამყაროსგან მომავალი სამძიმრების გარდა თითქოს ისინი არც არსებობდნენ. არავის ამაზე არ უსაუბრია. ჩემი აზრით არის ეს ერთგვარად გულდასაწყვეტი იმ კონტექსტში, რომ აი გლოვას არ უხდება ასეთი დამოკიდებულება. მე გეტყოდით, რომ რას ნიშნავს და ეს არის ჩვენი ხელისუფლების იდიოტური და შეუგნებელი სახელმწიფო კი, აქ მხოლოდ ოპოზიციურ არხებზე არ საგარეო პოლიტიკა, აქ ყველა არხზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არიან სოროს ვირთხები მოკალათებული სხვადასხვა არასამთავრობო ევროპულ ორგანიზაციებში გაზრდილები და მათთვის არაფერს არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარული. მე ვიტყოდი იმას, რომ რეალურად ესენი არიან ჩვეულებრივი ფარისევლები, რომლებიც იქ ვითომ ემთხვეოდნენ პატრიარქის ნეშტს და ვითომ ჯვარს ემთხვევიან, მაგრამ მათში არის ფარისევლობა, იმიტომ რომ ქრისტიანისათვის, მართლმადიდებლისათვის, რუსი მართლმადიდებელიც ძმა, ბელორუსი მართლმადიდებელი ძმა, ბერძენი მართლმადიდებელი ძმა, სერბი მართლმადიდებელი ძმა და ასე ბულგარელი მართლმადიდებელი ძმა და ასე შემდეგ. უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სამძიმრის წერილიც, მათი პატრიარქის კირილეს სამძიმრის წერილიც და ლუკაშენკოსი და აუცილებლად უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ არხსაც და ამ ხელისუფლების ხელის ტელევიზიებსაც, როგორიც არის იმედი პოსტივი და ეს მაესტრო. უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში დაალაგდეს ნორმალური ურთიერთობა, აუცილებლად უნდა აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და მჭიდრო კავშირები უნდა დამყარდეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გარეშე. ტყუილია, ეხლა თუ ვინმეს გონია რომ მე ვიღაცაზე ნაკლებად მიყვარს საქართველო, ან საქართველოს ისტორია ცუდად ვიცი, ძალიან ცდება. ნებისმიერ ეთერში ნებისმიერს დაუჯდები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიიდან, თუნდაც მე-17 საუკუნიდან გამომდინარე, თქვენ მარტყოფის ომი ახსენეთ. გიორგი სააკაძის მკვლელობაში თურქეთში ხელი უდევს ინგლისის დაზვერვას. ეს არის უახლესი მასალები ავსტრიის არქივში აღმოჩენილი, რომელიც ჩემ მესამე ტომში იქნება დეტალურად დოკუმენტები დაბეჭდილი. ეს ნამდვილად ძალიან დიდი სიახლეა სასტიკნო. ხო, და არც ის ვერსია, რომ თავი მოკვეთეს, არ არის სწორი. მოწამლეს და დაწვეს ქართველები იქ. აი ეს არის რეალობა. აი ეს დოკუმენტალურად ინგლისი რა კავშირშია? ინგლისი კავშირშია იმაში, რომ ინგლისი არის პირველი ხელი, რომელსაც ირანიდან აბრეშუმი გააქვს ევროპაში. და მას არ აწყობს ირანის იმპერიის დასუსტება და საერთოდ აი არეულ დარეულობა და სააკაძე კიდე აკეთებს ანტიმაჰმადიანურ კოალიციას. არა მარტო ანტიირანულ, ან ანტიოსმალურ, ანტიმაჰმადიანურ კოალიციას, რომელიც სწორედ ევროპული წყაროებიდან არის, ახალი ევროპული წყაროებიდან აღმოჩენილი. ეხლა რაც შეეხება ამ იმას, რა ქვია, ისე დაუბრუნდები. აუცილებლად უნდა გაეშუქებინათ ეს წერილები. მე გავიხსენებ, რომ კათოლიკოს პატრიარქი თვითონ ჩაბრძანდა პუტინთან, ძალიან თბილი მიღება მოუწყეს მას, ძალიან თბილი მიღება მოუწყეს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ დროს.
ეს ეხებოდა თუ არ ვცდები მაშინ აი პერევიდან რუსების გასვლას და ასე შემდეგ და აი ამ პროცესებს, მაგრამ პატრიარქმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, თუნდაც იგივე 2008 წლის აგრესიის შეკავებაში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პატივს სცემდა მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა და დღესაც პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას. უფრო მეც ვიტყვი, არც ერთ ქვეყანაში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ისი არ გამოცხადებულა პატრიარქის გარდაცვალებაზე გლოვა, როგორც გამოცხადდა რუსეთში. რუსეთის ყველა ტაძარში აღევლინა სამგლოვიარო პარაკლისი, სამგლოვიარო მესა, სწორედ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. აი დაწყებული კენიგსბერგიდან დამთავრებული ვლადივოსტოკამდე. ეს შემთხვევითი არ არის, ეს მათ შორის პირადად რუსეთის პატრიარქმა პირადად რუსეთის პატრიარქმა აღავლინა და ყველა ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში პეტერბურგი იქნებოდა თუ ფსკოვი თუ სხვა ყველგან აღავლინეს ეს სამგლოვიარო ეს შემთხვევით არ ხდება. ჯერ ერთი რუსეთი არის ჩვენი მართლმადიდებელი მეზობელი. აი ჩვენი დაჯახება ერთმანეთთან ეს არის როგორც საქართველოს ასევე რუსეთისთვის ცუდი. ეს არის სწორედ დასავლეთის პოლიტიკა, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი პრობლემა ჰქონდეს რუსეთს, სწორედ ამ რეგიონში უმთავრეს მოთამაშესთან, როგორიც არის საქართველო. თან საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა. ჩვენი ისტორია გადაჯაჭულია რუსეთთან. გადაჯაჭულია, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ამ მეზობელს ვერ მოვიცილებთ. ძალიან გონიერი კაცი იყო და დიდი მეფე იყო ერეკლე მეორე, რომელმაც სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ხედავდა, რომ მუსულმანურ გარემოცვაში იყო ქვეყანა ჩავარდნილი და გეორგიევსკის ტრაქტატი დადო. თუმცა დღეს ბევრი ლანძღვა ხდება. არაფერი ლანძღვა, ესენი არიან, ვინც ლანძღავენ, ესენი არიან დასავლეთის გრანტებით დამაძღრები და სხვათა შორის ძალიან კარგად იცოდა საქართველოს ისტორია და გეოპოლიტიკა იოსებ სტალინმა, რომელმაც სწორედ აი ამ ურთიერთობას, ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობას ძალიან შეუწყო ხელი გივე სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. აი ეს მოახერხა დასავლეთმა, რომ ჩვენ მომავალ თაობას რუსეთი დაუსახა მარადიულ მტრად. სწორედ დასავლეთის წაქეზებით, დასავლეთის გარკვეული ძალების, მასონური ძალების კარნახით მოხდა ჩვენი აფხაზეთის დაკარგვა. და გადაადგმევინეს სწორედ შევარდნაძეს ეს ნაბიჯი, ეგრეთ წოდებული გახმაურებულის, რომ რკინიგზის დაცვის და ამის მიზნით და შეუშვა იქ კიტოვანი და ასე შემდეგ. აი ეს პროცესები რა, იყო ყველაფერი დასავლეთის ამ წრეების დაკვეთით, რომელსაც მარადიულად უნდოდა, რომ რუსეთთან ყოფილიყო დაძაბული ვითარება და მიაღწიეს და ეხლა მე იცი რა მიკვირს თენგო დავით გარეჯის საკითხზე რუსთაველის პროსპექტზე გინახია თქვენ მიტინგი აკაცუკებს რო ეძახიან და რაღაცა ამნაირ ხალხს არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით ქართული მიწაწლის გაყიდვასთან დაკავშირებით გამართულა მიტინგები იქა აი მე 6 სასამართლო მქონდა არაბულ მიწებთან დაკავშირებით 1-5 მოგებული მაქვს რომელმა შეიტანა ერთი მაინტერესებს აი ყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა რომ აი გააპროტესტოს ეს მომენტი არავინ ხო არიან ჩუმად გაჩერებულები და ხო ეს თული ამბავია თან საუბრობდით ერეკლეზე და აი როგორ უნდა არ ვიცი რა პროპაგანდა უნდა მოახდინოს ის ეფექტი რომ ადამიანს დააჯეროს რომ აი ერეკლე მეფეს მაგალითად არ უყვარდა თურმე საქართველოს მან არ იცოდა პოლიტიკა მას არ ესმოდა ასწავლებოდა და აი 17 წლის ბავშვი დარბის იმან იცის ტანზე ალბათ ერთი 200 ჭრილობა ქონდა ადგილი არ ქონდა რომ დაჭრილი არ ყოფილიყო რას მელაპარაკებით კაცო ერეკლე მეფე იყო ძალიან დიდი მეფე ძლივს გამოიყვანეს იმის რა ქვია კალასხიდან ძლივს გამოიყვანესავლაბრის გავლით ეგერი მაშინ ანანურში რო გააქციეს 200 კაცი აღარ ყავდა დარჩენილია რა თელიას აღა მაჰმად ხანის ხროვა მოსდევდა ხო და ძალიან კარგად ხედავდა დემოგრაფიულ ვითარებას საქართველოს იყო სადღაც 800,000 კაცამდე დარჩენილი ისმით აი ანუ ერი კატასტროფის წინაშე იყო ერი გადარჩა ამ შეერთებით თუნდაც იგივე იოსებ სტალინის
გონივრული პოლიტიკით 5 მილიონ ნახევარს მიაღწია საქართველოს. 5 მილიონ ნახევარს აღორძინებული იყო მეცნიერება, განათლება, კულტურა, სპორტი, ხელოვნება, ჩვენი თეატრები, ეხლა შეხედეთ. ერთი ნორმალური ქართული ფილმი მითხარით, ეხლა გარდა აი ჩემი სტუდენტი იყო, უბწყინვალესი ხელოვანია, გიორგი ოვაშვილის გაღმა ნაპირი და ის ჩემი სტუდენტი იყო, სხვათა შორის პირველი გპ აქვს დამთავრებული, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და მე დაამთავრა ის რა ქვია, თეატრალური სარეს უნიჭიერეს. აი და აი ქრისტეს საფლავზე ბატონი რეზო ჩხეიძის გახმაურებული. სხვა ფილმი მითხარით. აი ამ ეპოქაში რაც არის გადაღებული. და იმ კომუნისტური რეჟიმის პირობებშია გადაღებული მონანიება ბატონო, იყო შაშვი მგალობელი, ფესვები, გიორგი სააკაძე, ბასიაჩუკი, არსენა ოძელაშვილი, დათა თუთაშხია, როცა აყვავდა ნუში, ღიმილის ბიჭები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი, მითხარით სხვა და აი ის გამომჩა კიდე უნიჭიერესი შემოქმედი თემურ ბაბლუანის ფილმები. სხვა ისიც ამათი გადაღება კი არა, კაცი საფრანგეთში მოღვაწე, დიდი შემოქმედია ენაცვალეთ, აქ ულოცა მე ამას წინათ იყო ბატონი თემურის დაბადების დღე და ულოცა ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მიცეს, მაგრამ აი ეხლა სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით, ხო? მითხარით ეხლა რა ხდება? ქართული ფილმები იბადება, ჩემი ცოლის დაკალები, ეს არის ისა ჩვენი კულტურის უმაღლესი თამასა? აი ამაზეა? ესე იგი მაშინ როდესაც ესე იგი დიდ გრანდებს ვიღებდით და ის აღარაფერს ვამბობ გოდერძი ჩოხელის უნიკალურ შედევრ ფილმებზე. რა განადღეს ნიჭიერი მსახიობები აღარ არიან? პერსპექტივას ვერ ხედავენ ბატონო, იმიტომ რომ ფილმს არიღებ, თეატრს ნორმალური დაფინანსება არ აქვს, იმას ხელშეწყობა არ აქვს, ეს არ აქვს, ის არა, არის ესე ჩავარდნილი. დაფინანსება ვისაც აქვს კიდე ყოველ შემთხვევაში დაიშალა ის თეატრები, რუსთაველზე არის ყველა გავარდნილი ეს ხო, ესეც ფაქტია და მეორეც ახლა რუსთაველზე კიდე ეს სახელმწიფო ღალატის ტოლფასია, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, რომ არაბულ კომპანიას მისცა ისტორიული კინოთეატრ რუსთაველის შენობა, სადაც ვარსკვლავებია გახსნილი ჩვენი სახელოვანი ხელოვანებისა. ეს უნდა გაიხსნას ამ კომპანიის ოფისი. ხო, გაიხსნა კი რა წარწერა აქვს გაკეთებული, ხო, აქ უნდა გაიხსნას და გახსნილი აქვს და ყველაფერი. ხო და აი ესეთ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ნაბიჯებს ხელისუფლება არ უნდა დგავდეს. აი წეღარო თქვი რომ ფარისევლები არიან მეთქი, ხო? ერთგულება შენი ერის მსახურებაში გამოიხატება. პატრიარქი რატო დააფასა ერმა, იცით რომ თვითონ პატრიარქი ყველას აფასებდა და ემსახურებოდა. აი კიდე ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, ეხლა მომაგონდა შვილმკვდარი დედების ის რო შექმნა საკრებულო პატრიარქმა, რომ და თვითონ პირველ ლექციებს და თვითონ პირველ ქადაგებებს თვითონ უტარებდა. ერთხელ დავესწარე, ესე იგი და თავი შევიკავე, რომ ესე იგი ხმამაღლა იქ არ მეტირა. რომ როცა ეუბნეოდა, რომ თქვენი შვილები ცოცხლები არიან, იცის, ეცაში, აი ხლა თქვენ გვერდით გიყურებენ ეს, წრემლით კი არა, სანთლით, ამ ლოცვით, დედის ლოცვა, ამის ესე იგი, ეს ხალხი გააცოცხლა, აი მართლა შვილმკვდარი დედები ამ იმედით გააცოცხლა, ეკლესიისკენ მოატრიალა, სანთელი დაანთებინა. ეს ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ამ ხელა ნუგეში გააკეთა. ხალხი როგორ იყო, იცით, აი ხელით მოყავდათ ახლობლებს, ახლა მე აღარ მინდა ბევრს ვიცნობ, მაგრამ და აი გააცოცხლა ამ ნუგეშის ცემიდამით. აი ესეთი იყო პატრიარქი. ესეთი მინდა მე რომ მომავალი პატრიარქი იყოს, ახლა მე და კიდე რა არ მომწონს, იცით, როცა ამბობენ რომ ეს ახლა დაიწყო კრიტიკა, რომ აი ტახტის მოსაყდრე მეუფეშიოს განათლება აქვს თურმე მიღებული სასულიერო განათლება მოსკოვში. არა, სად უნდა მიეღო? მართლმადიდებელი ქვეყანა, უდიდესი რუსეთი, ხო? სად უნდა მიეღო ერთი საინტერესოა, ინგლისში? ბრიუსელში თუ ბრიუსელში? გეკითხებით რა. არ შეიძლება ესეთი იდიოტური კითხვების დასმა.
რუსეთი არის უდიდესი მართლმადიდებელი ქვეყანა და უდიდესი ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქვეყანა. და ჩვენ პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ რამენაირად სახელმწიფო პოლიტიკა წარიმართოს ისეთ რომ რუსეთთან აღდგეს ურთიერთობა დიპლომატიური. რუსეთის მხრიდან რამდენიმეჯერ იყო ამ კუთხით ნაბიჯი გადადგმული, მაგრამ ესენი ყრუმუნჯებივით იქცევიან, იმიტომ რომ თუ დასავლეთიდან მაგათ მწვანეს არ აუნთებენ მაგ კუთხით. დასავლეთიდან მწვანეს კი არა, ცეცხლს აუნთებენ, ცეცხლს და ნავთს. დასავლეთიდან მაგალითად მწვანე აუნთეს, ესე იგი ნიშნავს, რომ უკვე გაყიდულია ყველაფერი და მე რაღა ფასია, სანამ აგინთებენ მწვანე, მანამდე შენ ინიციატივასაა ამ შემთხვევაში ფასი, ხო? აი ჩვენ იმიტომ ვახსენეთ, რომ არ გაშუქდა არც ერთ ტელევიზიაში თქო, ამას აქვს თავისი პოლიტიკური დატვირთვაც, რადგან ქართულ საზოგადოებაში რაღაც პერიოდი გაჩნდა ის განცდა, რომ ხელისუფლება გეგმავს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. თუ მართლაც ჩვენი ხელისუფლებას აქვს ეს ბუნებაში და აქვთ მოფიქრებული, რომ უნდა დაიწყოს რაღაც ფორმით ურთიერთობების ნორმალიზება, ახლა ალბათ ამაზე როგორც თქვა ხელსაყრელი მომენტი, რომ რაღაც ფორმით თუნდაც კულტურული, თუნდაც აი ამ წუხარების ჟამს რაღაც ფორმით მომხდარიყო დაახლოება, ამისი ნიშნები გაჩნდებოდა და საერთოდ ეხა იქაურ სამძიმარსაც კი რო არ აშუქებს აქ არც ერთი ტელევიზია და არც ერთი სამთავრობო არხი, ეს არის სამწუხაროდ ალბათ იმისი სიმპტომი, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ ფიქრობს. თან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალბათ ბატონო ვაჟა იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იმყოფება დღეს მსოფლიო და ჩვენი რეგიონი. ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის მოლოდინი არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი უკვე დაწყებულია, რა თქმა უნდა, იმ დაბომბვებით და იმ უბედურებით, რაც ხდება ირანის ირგვლივ, ირანსა და ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირგვლივ, სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის საკითხი, რომ მზადდება დიდი სახმელეთო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, სხვა შორის დღესაც იყო ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დასავლური წყაროები წერდნენ, რომ მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ 10,000 ჯარისკაცით გაზარდოს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტი და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას შეიძლება უკავშირდებოდესო, როგორც ეს გამოცემები წერენ, რომ მართლაც სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებიან ირანში. ეს იქნება ალბათ იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს ამ რეგიონს. და ამ რეგიონისთვის ახლა ომი უცხო ნამდვილად არასდროს არ არის. მე ეს იმ კონტექსტში მაინტერესებს, რომ ტრადიციულად, ისტორიულად რაც ხდებოდა ახლო აღმოსავლეთში, ყოველთვის აისახებოდა ჩვენზეც, ხო, ჩვენს, იმიტომ რომ ჩვენც ვართ ამ რეგიონის, აი ეს ფართო გაგებით ნაწილი. ასეთ ვითარებაში ვინ არის დღეს საქართველოსთვის პარტნიორი? ეს ხო აუცილებლად გჭირდება ესეთ დროს, ვინმე, ვინც სახელმწიფო, ან გაერთიანება, ან იგივე თუნდაც მათი დასავლეთი, მათი ნატო თუნდაც იყოს მათგანაც პასუხი, რომ აი საქართველოს ჩვენ დავიცავთ. დღეს ყავს საქართველოს თქვენი გადმოსახედიდან მყარი პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ჩვენი ქვეყანა ასეთ რთულ დროს და ალბათ ილუზია იქნება მხოლოდ იმის იმედზე ყოფნა, რომ აი ჩვენი ძალებით შევძლებთ ამხელა ქარტეხილებს გადაურჩეთ. მე ხანდახან მართლა მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ აი ის რწმენა რო არ გქონდეს, რომ მართლა ღვთისმშობლის კალთა იფარავს ამ ქვეყანას, ან აქამდე როგორ მოვედით საერთოდ და როგორ შევინარჩუნეთ კიდე ამდენი ხანი მშვიდობა ამ ქვეყანაში, ცოტა რთული გასაგები არის ხოლმე ჩემთვის. თქვენ აზრით აი ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ან საერთოდ აქვს თუ არა გეგმა ამ მიმართულებით? მე ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელისუფლება არის უვიცი ამ კუთხით და სულ წაწმენდილი. ხელისუფლება არის გარკვეული დასავლური წლების მონა და ფულის მონა. ჩვენ დასავლეთის და ნატოს მხარდაჭერა ბჭყალებში არაერთხელ გამოვცადეთ. არასდროს საქართველოსთვის გაჭირვებაში არც ნატოს და არც დასავლეთს მხარი არ დაუჭერია. მე არ ვამბობ ახლა რაღაცა ბოთლებით გამოგზავნილ წყალზე და პამპერსებზე. ჩვენ გქონდა უდიდესი კატასტროფული სიტუაციები, ხო, აფხაზეთთან დაკავშირებით. იგივე დალის ხეობასთან დაკავშირებით, სამჩაბლოსთან დაკავშირებით, ცხინვალის ომთან დაკავშირებით. სად დაგვეხმარა დასავლეთი და რა გააკეთა ნატომ ამ კუთხით. ან ეხლა რეალურად რას აკეთებს? ჩვენი ბიჭები საზარბაზნე ხორცად 10 ჯერ უფრო იაფად მიყავდათ ავღანეთში, ერაყში და ასე შემდეგ, გამსახურებდნენ,
თუ ამერიკელი ჯარისკაცი იღებდა $10,000, ჩვენს აძლევდნენ $1,000, ხო? აჰა, შეიძლება $1,500 მიეცათ. აი ეს დამოკიდებულება აქვს და ჩვენ ვართ დასავლეთის აი ახლა დღეს ჩვენ ვართ დასავლეთის კოლონია, გამოუცხადებელი კოლონია. რადგანაც ჩვენი ხელისუფლება არის თავდაღუნული ამ კუთხით. აი ახლა ისე კაცო, მე რა მიკვირს იცით? დასავლეთი დიპლომატიური ტერმინებით დედას გაგინებს. ახლა აქ პირდაპირ გაგებით არ არის შენი დედა კი, ხო? დიპლომატიური ტერმინებით დასავლეთ ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება სხვადასხვა ორგანიზაციების პირდაპირ ესე იგი ხა ისეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ხანი კარგი შვებენ სანქცია დაგადეს ეს გაგიკეთეს იქ გაკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესე იგი იქ რო წავიდეს კაცი ვითომ ის არის მეგობარი და პარტნიორი ხო $15,000 უნდა გქონდეს ანგარიზე შეკაიკას $15,000 თუ კაც იქ რაღაცა წავა რა აქ გააკეთებს რაღაცას არა $15,000 თან პურსაცხვებს გააკეთებს ან მოხრავს ან დათესავს ან რაღაცას იზავს აი ესეთ კოლონიალურ მდგომარეობაში იმიტომ რომ დასავლეთს არასდროს მთელი ისტორიის მანძილზე და მე მინდა ამ აკაცუკურ იდეოტობის ხროვას გავაგებინო ხელისუფლების ჩათვლით დასავლეთს არასდროს არც ერთ ისტორიულ მომენტში არ უმეგობრია საქართველოსთან არ უმეგობრია არა მარტო საქართველოსთან თვით დიდი ქვეყნები რო იყვნენ ინდოეთი კოლონია თუნდოდა ალჟირი ეგვიპტე კოლონია თუნდოდა აზერბაიჯანი ინგლისი კოლონია თუნდოდა არაფერი სხვა მსგავსი მათგან არ მოდიოდა ესა იყო ძარცვაყლეფა იგივე ჩვენი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის პირველ ხანებში ეს ნოე განძიყლაპია რო ყავდა ეს ჟორდანია ხო პირველი რო უხარიათ ამათ ხელშეკრულება დაედო 1918 წლის 28 მაისო გერმანიამ გაზიდა მთელი ჩვენი მარგიწიაღისეულია რა და ეს იყო ხელშეკრულებაში ასახული აი ამიტომ უნდიხარ შენ და თომას ვერ ხედავ თომას ვერ გებულობ ძალიან რთულია რომ საქართველოს გადაარჩინო და სწორხაზზე დაერჩა აი სულ მაინტერესებდა მეც ეგ იმიტომ რომ ახლა მე არა ვარ ისტორიკოსი მიუხედავად იმისა რომ ისტორია ყოველთვის იყო ჩემთვის არ ვიცი რა და ჰობი გატაცება იმ კუთხით რომ აი სხვა ჯორი ჩემმა პედაგოგმა სკოლაში ბატონმა სპარტაკ ციქარიძემ არაჩვეულებრივ პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ამ ხრივ რომ ისტორია შემაყვარა ეს ქვეყანა ამ ქვეყნის ისტორია შემაყვარა და აი იმის მერე მიუხედავად ჩემი პროფესიისა მუდმივად ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე რაღაც საკითხებში მეტად ჩამეხედა გავცნობოდი თუმცა აი სამწუხაროდ ესეთი სისტემური ცოდნა ამ დარგის რა თქმა უნდა არ მაქვს ყოველთვის ამოუხსნელი იყო ჩემთვის რას უკავშირდება ეს დასავლური ნარატივი რომ საქართველოს ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი ანუ ისე წარმოაჩენ თუ აქ საუბარი არის რომ ჩვენ ვიყავით ქრისტიანული სამყაროს ნაწილი ეს თავისთავად ცხადია მაგრამ ნუ ქრისტიანული სამყაროც არ არის მხოლოდ ეს დასავლეთ ევროპა ხო ცხადია და ამ ხრივას თუ გქონდა ჩვენ კავშირები გქონდა ბიზანტიასთან და შემდეგ უკვე როდესაც ბიზანტია აღარ იყო და შემდეგ უკვე გამოჩნდა რუსეთი გქონდა რუსეთთან ესეთი კავშირები აი როდის რა მომენტში რა ისტორიულ ეტაპზე იყო საქართველოს დასავლეთის პარტნიორი ან მისი ნაწილი ან როდის იყო ჩვენ შორის ისეთი კავშირები რომ დღეს ამ ხალხს აქ აი ამ ყველაფრის თქმის საშუალება რომ ჩვენ ისტორიულად ვართ თითქოს და უნდა დაუბრუნდეთ შინ ევროპაში აი ასეთი ლოზუნგი ყოლია ახლა მე ისევ მინდა პატრიარქს დაუბრუნდე კომუნისტური ეპოქა 1994 წელია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი სად განახორციელა პატრიარქმა სინას მთაზე და ალექსანდრიაში 1994 წელი კომუნისტური რეჟიმის პერიოდია ევროპაში მას არ ქონია ესეთი ვიზიტები იმიტომ რომ ევროპა არ არის მართლმადიდებელი ევროპის ძალიან მცირე ნაწილია მართლმადიდებელი ეს არის ბულგარეთი მაკედონიის ძველი ესეც დასავლელი სლავები დანარჩენი იქით კათოლიკეები, პროტესტანტები და ისინი ეს აბსოლუტურად განხეთქილებაა ჩვენ შორის, ხო? ეს ცნობიერი განხეთქილება, ეს არ არის უბრალოდ თეოლოგიური პოსტულატებით გამოხატული. აქ ცოტა სხვა რამეა.
ამიტომაც მართლმადიდებლობა ქართველისათვის არის ეროვნული იდეოლოგია და შენ მასთან ვერასდროს ვერ მიხვალ ახლო. რატოა შენთან რუსი უფრო ახლოს, სერბი უფრო ახლოს, ბერძენი უფრო, იმიტომ რომ ჭირის და ლხინის ყველა პროცესი გაქვს ერთნაირი. ქრისტეში ერთნი ხართ ბერძენიც, ქართველიც, რუსიც, სერბიც. ანტიოქიელიც, აი ეს განსხვავება. რელიგია ხო არ არის მხოლოდ ის აქედან გამომდინარე. ცხოვრების წესი. აი ხლა ავიღოთ ნებისმიერი ომი, ხო? მარტყოფის ომი იყო 25 მარტს აქ ძველი სტილით, ახალი სტილით 7 აპრილს. არ ყოფილა შემთხვევა, იგივე უმძიმეს მე-17 საუკუნეში, რომ თუნდაც ერთხელ დაგხმარებოდა ევროპა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი სააკაძეს თხოვს პიეტრო დელავალეს და ემუდარება, რომ დაგვეხმარეთ, რომ აი ეს მაჰმადიანურ ურდოთა ეს ბორკილები მოგვაცილოთ, ერთად დავდგეთ. ჩვენ ხო ვართ ბასტიონი თქვენ გადასარჩენოთ. საქართველოს იყო ბასტიონი. დღეს რომ ევროპაში არის მშვიდი ცხოვრება, ქართველი ვაშკაცები შეეწინენ მათ მშვიდ ცხოვრებას. ჩვენ ვიყავით ის ციხე გალავანი, რომელსაც მაჰმადიანური ურდოები ეჯახებოდნენ და უკუიგდებოდნენ ხოლმე ჩვენი რაინდული ბრძოლების შედეგად. და ევროპა რჩებოდა მშვიდად. როგორც კი თურქეთი გაშლი გინდა, იქით ხმელთაშუა ზღვიდან, ხო? იქამდე მივიდა, ავსტრია ვენამდეა რა და ლამის ნახევარი ევროპა დაჩოქილი იყო და მიწას ჭამდა. ეგეც პოლონელებმა შემდეგ. ხო, ეგეც პოლონელების და გერმანელთა მეფის დამსახურება და ისაა, რომ აი ისტორიული მომენტები, თორე დანარჩენი რა, თრაკია და ისენი, როდის ფეხქვეშ გაიდო თურქეთმა რა. ამიტომაც დღეს თუ ახლო აღმოსავლეთში საქართველო ამ ცეცხლოვან რეგიონში ინარჩუნებს სტაბილურობას, ეს რუსეთის შიშით არის, თორე 24 საათში შემოვიდოდა თურქეთი აქ. მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ახლა აჭარაში, შეხედეთ აჭარაში რაც ხდება. თბილისშიც იგივე. პირიქით ჩვენ უნდა დაგვეტოვა სამხრეთ საზღვარზე რუსული სამხედრო 2-3 ბაზა. რომ ჩვენ დაცულები ყოფილიყავით და დაცულები ვიყოთ. აი ეს არის ჩემი წინადადება. ეს კოლონიაში შესვლას კი ანიშნავს რუსეთის. არამედ სტრატეგიულ თანამშრომლობას სამხედრო თვალსაზრისით. ეს იყო შეცდომა, როცა ჩვენ გამოვედით რუსეთის სამხედრო სტრატეგიული ზონიდან. ხვალზე გრო დაიწყოს მაჰმადიანურმა ჯარებმა შემოსვლა, ვინ აღუდგება წინ? გეკითხებით, ეს აკაცუკები რუსთაველზე რო დარბიან? მათი პასუხი თუ ერთი რო დააკაკანოს ავტომატმა, ვინცად გაძრება და ვინცად გაიქცევა? მე მახსოვს მათი პრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ ტროტუარის იმასავით რო თხრიდა ვირთხასავით იმას აკოფებს ასვალზე. აი ამაშია საქმე. მათი პასუხი არის აქ, რომ ეს თურქეთის მაგალითად ექსპანსია და ეს ექსპანსიური პოლიტიკა, ეს არის წარსულს ჩაბარდა. როგორ გეკადრებათ? ხო, აი მე მაგის მთელი ისტორია 1068 წლიდან დაწყებული, დიდ თურქობიდან დაწყებული. საქართველოს ყველაზე დიდი ტრამვა, სისხლიანი ტრამვა მიაყენეს ოსმალო თურქებმა. ყველანაირად, ფიზიკურად, დემოგრაფიულად, ეკონომიურად, სოციალურად დაანგრიეს აბსოლუტურად. და იყო კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო თქვენ ეთერში, რომ პირველი საერთაშორისო დიპლომატიური საზავო ხელშეკრულება ეს იყო ქუჩუკ კაინარჯის ზავი 1774 წლისა, რომელმაც დაიცვა საქართველოს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები თურქული ექსპანსიისაგან, რომელმაც გაანდევნა ცუცხვათის, შორაპანის, ქუთაისის, ბაღდადის ციხეებიდან თურქული გარნიზონები, რომლის 23 მუხლის მიხედვით აიკრძალა ქრისტიანული მართლმადიდებლური ტაძრების დაანგრევა დასავლეთ საქართველოში თურქების მიერ, რომლებიც მასობრივად ანგრევდნენ. რატო არ არისო ტაძრები გურიაში? აიო, გურულებო ნაკლებად ღვთისმორწმუნე, ძალიან კარგი ღვთისმორწმუნეები იყვნენ. ეს არის თურქების დაანგრეული ყველაფერი.
იქ დასავლეთ საქართველოში ტაძრები. ნუ გურულებს გაუბედონ ერთი პირში მაგის. აი ამაშია საქმე, რომ მასობრივად ანგრევდნენ, მასობრივად ამას და ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ იმდენად თვალში საცემი იყო ეს მომენტი, რომ ხელშეკრულება, რომლის მონაწილე საქართველო არ არის, რუსეთსა და თურქეთს შორის იდება 1774 წელს, კუჩუკა ენერგიზავი. 23 მუხლში რუსები როგორც მართლმადებელი ქრისტიანები შეაქვთ ეს მუხლში, რომ აიკრძალოს ქრისტიანული ეკლესია, მონასტრების და იმების დარბევა, დანგრევა და ხელი არ შეუშალოთ ეკლესიათა აშენებას და ძველი ეკლესიების რესტავრაციას. აი სიტყვა სიტყვით არის, ვისაც გაინტერესებთ და გონიათ რომ ამას მე ვიგონებ, ნახეთ კუჩუკა ენერგიზავის 23 მუხლი ბატონები. ეს როგორ უნდა ავხსნათ ისე ბატონო ვაჟა, მაშინ საქართველო მართლაც არ იყო, ხო, ჯერ შესული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ეს რუსეთის მხრიდან ერთგვარად პრეტენზია იყო გამოცხადებული, რომ ის არის მფარველი მთელი ივერიის მფარველი. მე გეტყვით ისტორიულად როგორ არის, იცით? ჯერ კიდე კახეთის მეფე ალექსანდრე მე-17 საუკუნის დასაწყისში, პირველ წლებში წერილით მიმართავს რუსეთის ხელმწიფეს, რომ მფარველობაში შეიფაროს ივერია და რუსეთი აცხადებს ივერიის მფარველობას. სხვათა შორის, იგივე როდესაც ლუარსაბი დაატყვევა შაჰ-აბასმა ვერაგულად ამ შადიმან ბარათაშვილის დახმარებით ბჭყალებში, იმიტომ ეს გაიძვერა კაცი იყო ძალიან ეს შადიმან ბარათაშვილი, თუმცა ვიღაცა ისტორიკოსები კი ამართლებენ და სამარცხვინოთ, მაგრამ რუსეთის მეფე წერს შაჰ-აბას, რომ ტივაძის წიგნია, სადაც არის ეს ქართულათაც და რუსულათაც ეს დოკუმენტები და სხვათა შორის არის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში ეს არქივი დაცული, ვისაც აინტერესებს, აქაც არის და იქაც არის. რომ ივერია, ესე წერია, ივერია არის რუსეთის სახელმწიფო მფარველობის ქვეშ და ივერიის მეფე გაათავისუფლეთ. ჩვენ გთხოვთ უმორჩილესად. იმიტომ რომ ამ დროს რუსეთს და ირანს ნორმალური ურთიერთობები აქვს, მაგრამ რუსეთი ჯერ გამოჭრილი არ არის სამხრეთ კავკასიაში, მოსულია სადღაც ასტრახანამდე და აი და აქეთ არ არის გადმოსული, ანუ კავკასიის ქედზე და თავისი პრობლემები აქვს კიდე იქ შიგნითი პრობლემები, ცრუ მეფეები და ასე შემდეგ, მაგრამ წერს რომ ივერია არის რუსეთის მფარველობის ქვეშ როგორც ქრისტიანი ქვეყანა და გთხოვთ რომ მისი მეფე არაფერი დაუშავდეს, გაათავისუფლეთ და ეს ვერაგი შაჰ-აბასი რას აკეთებს? ესე იგი სანამ რუსეთის ელჩი ჩამოვარო და შეახვედრეთო ჩვენ ელჩო და ეს წამოიყვანსო რა მშვიდობიანად. სანამ ელჩი ჩამოვა ისფაჰანში ეს ყავთ სამხრეთ იმაში, რა ქვია, ირანში დატყვევებული ლუარსაბ მეორე და იმის, რა ქვია, საბელით მოაშთობინებენ და ხო, ლარით მოაშთობინებენ, თუმცა ამას ეტყვიან რუსეთის ელჩს როცა ჩამოვა რომ შემახვედრეთო ისო რომ ხო მითხარით რომ დაპირდეთო რომ გავათავისუფლებო. კიო რაზე ავლაპარაკი შაჰ-აბასი ეუბნება, მაგრამ სათევზაოდ იყო წასული, ბადე მოისროლაო და გადაყვავ და წყალში დაიხრჩო და ხო მოატყუა რომ დახრჩო, ეხლა მაინც დამხრჩავს ხო ეტყობა რა და ბადე გაეხლართაო რა ყელზე და დაიხრჩო ამიტომ და აი თორე რაზე ალაპარაკი შაჰ-აბასი ისრაფოდა მაშინ რუსეთთან კავშირებსაც, მგონი მის ჯარს საერთოდ ინგლისელები წვრთნიდნენ მაშინ ამ ძმები შერლი ხო, სამი ძმა შერლი, ენტონი და ისინი კი ეს და აი ეს ინგლისელების გაწვრთნილი ჯარი დაამარცხა გიორგი სააკაძემ 1625 წლის 7 აპრილს ახალი სტილი და ძველი სტილი 25 მარტს მარტყოფის ულევარას ველზე. აი დღეს არის 27, ხო? აი დღევანდელ დღეს გიორგი სააკაძემ თბილისი გაათავისუფლა მთლიანად სპარსელებისგან, ერთადერთი ნარიყალას ციხის გარნიზონიღა დარჩა შიკშეკეტილი და ისიც იმასაც ალყა შემოარტყა, მაგრამ მე მოღალატეებმა ეს იყო ფარსადან გორგიჯანიძის მამა გორგიჯანიშვილი, რომელმაც და ჭონიშვილი, რომელმაც ღამე წყალი მიაწოდეს სპარსეთის გარნიზონს. მაშინ წყლის რუები ჩამოდიოდა, აი დღევანდელი ქართლის დედა რო დგას იქიდან ხის
მილებით ჩამოდიოდა, ხის ჯებირებით ჩამოდიოდა წყალი ნარეყალას ციხეში და ღამე გაიყიდნენ, როგორც ახლა იყიდებიან გრანტებზე, ხო? მაშინაც იყიდებოდა ხალხი. ხო, ეს პრობლემა ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ, რომ აი ესე მტერზე იყიდებოდნენ და ეს წეღარო დამისვით კითხა, რატოა საკვირველიო კაცო რომ ასე დასავლეთს, იმ დასავლეთის გრანტებით არიან დამძღრები. აი იმ გრანტებზე არიან გაყიდულები. ახლა 30 ვერცხლი იუდასი, ზოგჯერ არის $3,000, ზოგჯერ $3 მილიონი და შემდეგ თამაშობს რა კურსი ერთ სიტყვით და ამიტომაც ჩვენი ხელისუფლება არის გაყიდული ხელისუფლება და მე ვისურვებდი რომ ეროვნული ხელისუფლება მოსულიყოს ქვეყნის სათავეში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაუსაძლის მდგომარეობაში, ხალხი არის გაუსაძლის, გაჭირვებულ მდგომარეობაში, სოფლები დაცლილი, გაუბედურებული, სოფლის მეურნეობას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ამას დაემატა ახლა ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმა, რომლითაც ეს მიქანაძე, კობახიძე ანგრევენ ჩვენ განათლების სისტემას, რომ თურმე არ არის საჭირო 19 უმაღლესი სასწავლებელი, რა საჭიროა საქართველოში. აი მაგალითს მოუყვან ამ იდიოტებს პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, რომ მაგალითად აზერბაიჯანში არის 26 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, სასომხეთში 24. ჩვენთან 19-ია და უნდა დაიყვანონ 2-ზე, იმიტომ რომ შენობები უნდა გაყიდონ. კიდე კაი ღმერთი არ აშვება და აგერ იქ იმ არაბული იმების დაბომბვა დაიწყო და პროცესი გარკვეულად შეჩერდა. ალბათ ღმერთმა არ ენება, რომ ქართული მიწა-წყალზე ვიღაცა ურჯულო შემოვიდეს. ეს ხო არის თან ერთგვარად ბატონო ვაჟა იმისი აი ეს არის ერთგვარად კი არა პირდაპირ რო იყო რა თქო ქვეყნის ღალატი. კლიანად ტექნიკური უნივერსიტეტი გაუქმება ქონდათ ხო გამოცხადებული ფაქტიურად რაც მაშინ იყო კიდე კარგი შეცვალეს ეს გადაწყვეტილება. ეხლა ნელი სიკვდილით არის. ჩვენ ესე იგი არც გვაქვს და არც გვჭირდება, არც მომავალში ვაპირებთ ამ მიმართულებრივით არაფრის გაკეთებას, თორე მართლაც აი ხა თანამედროვე 21 საუკუნეში ტექნიკური უნივერსიტეტის ამხელა ტრადიცია, ამხელა ბაზა ჰქონდეს ქვეყანას და თავისი ხელი ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო მიდიოდეს, რომ მოდი ახალი დარგები დავამატო, განვავითარო, თუ რაღაცა არ მოწონს ბევრი რამე. დაფინანსება მე ამის ნაცვლად აუქმებს. ესე იგი, ეს ხო არის უკვე იმისი თქმა, რომ ჩვენ მომავალშიც არ გვექნება ამ ხრივ არაფერი სიკეთე, ხო? თენგო ჩემი ხელმძღვანელი იყო პირველ კათედრაზე, ეს იყო მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, ცნობილი მეცნიერი საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს დიდი პიროვნება. მან საფუძველი ჩაუყარა ინფორმატიზაციას საქართველოში და მთელი ეს ამბავი და ისი მეგობარი ჩემი ხელმძღვანელი ასევე ბატონი ზაურ ყრუაშვილი აკადემიკოსი. აი ამ ხალხმა რაც იმ დროს გააკეთა საქართველოში იმ პროცესის დაანგრევა და გაუბედურება როგორ შეიძლება, როდესაც დღეს ლაპარაკი მიდის ხელოვნურ ინტელექტზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონმა გოჩა ჩოგოვაძემ ჯერ კიდევ 2003 წელს 3 ენაზე თუ 4 ენაზე გამოვიდა წიგნი ქართული ვერსიის რედაქტორი მე ვარ ინფოგნაცია. ეს ფრანგულადაც არის, რუსულადაც არის, ინგლისურადაც არის. სადაც წერს რომ პატარა ქვეყნებმა თავისი განათლების სისტემა, თავის კულტურა უნდა შეინარჩუნონ, რომ იდენტობა არ დაკარგონ. ჩვენ ამას ვანადგურებთ ახლა? პირიქით დაფინანსება უნდა გაზარდოს და ერთხელ გადაცემაში მყავდა ობიექტივზე ბატონი გოჩა ახალი ჩამოსულია იუნესკოს გენდირექტორის მოადგილე. და შევეკითხე რამხელა მეთქი დაფინანსება საფრანგეთის. თუ საფრანგეთში პარიზში ცხოვრობდა 40 წლამდე. 168 მილიარდი ევრო მითხრა. აი ციფრი ზუსტად მახსოვს. 160 ეს არის ალბათ 2015-2016 წლები. ეხლა ბევრად მეტი იქნება. 168 და გამიკვირდა ესე იგი რიდავაღერა და თვით შეიარაღებაზეც კი რამდენიმე მილიარდით მეტი დაფინანსება განათლებას. იმიტომ რომ თუ ამ კუთხით ახალი ტექნოლოგიების კუთხით, ინოვაციების კუთხით არ განვითარდა, ის შენ ავტომატით და ის ვერ დაგიცავს. აი ეს იყო გონიერი კაცის გონიერ პროცესის ზუსტი ანალიზი. და ჩვენ იმის მაგივრად რომ თუნდაც იგივე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო გავხადოთ სწავლა. უფასო. ის კი არა მასობრივად მიიღო ყველა ეს ეროვნული გამოცდები რო. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა იყოს უფასო. პროფესორ მასწავლებელთა ხელფასი უნდა იყოს მაღალი, რომ იმან გაზარდოს დოქტორანტი და ასევე
სამეცნიერო პოტენციალი ფაქტიურად ჩაკეტილი. ახლა გამოდის თქვა კობახიძე და მიქანაზე თქვეს რომ აი უფასო იქნება მაგისტრატურა, ბაკალავრიატი რაღაცა. თან ამ დროს ამცირებენ წლებს რომ დაითხოვონ პროფესორ მასწავლებელი. ესე იგი მაგისტრატურა 2 წლიდან 1 წელზე დავიდა, ბაკალავრიატი 4 წლიდან 3 წელზე დავიდა. ეს ხო საათების შემცირებაა, ხო? რამდენი ხალხი გაიყრება გარეთ, არა? წარმოიდგინეთ, რამდენი ისევე როგორც სკოლაში 12 წლიანის შეამცირეს იქ, ხო? ანუ მასწავლებლებს აკლებს საათს, ხო? და მასწავლებლები უნდა გაყარო. ანუ შენ გეგმაში გაქვს 80% უნდა შეამცირო პედაგოგ მასწავლებლების. აი ამ პროცესით, თუ ეს ამათ გააშლიგინეს, ბოლომდე გაიტანეს, ჩათვალეთ რომ მთლიანად ჩვენი ეროვნული განათლების სისტემა დაინგრევა. იმის მაგივრად რომ ჩვენ დოქტორანტურა იყოს უფასო, ან სიმბოლური ფასი იყოს გადასახდელი. გაუზარდეს დოქტორანტებს გადასახადი, ხო? მე არ ვამბობ რომ მასიური იყოს დოქტორანტურები, მაგრამ უმკაცრესად იყოს ის სამეცნიერო შრომაზე კი არ იყოს ჩათვლა რომ გავიდეს დისერტაციის დაცვაზე. იყოს 10 სამეცნიერო შრომა იმ 3 წლის განმავლობაში. მაგრამ დოქტორანტურა იყოს უფასო, იმიტომ რომ ვინც ნიჭიერია, ხო? ესე იგი, შენ გლეხის შვილს, უბრალო მუშის შვილს არ აძლევ უფლებას, რომ დოქტორანტურაში უნიჭიერესიც რო იყოს და ივანე ჯავახიშვილი იყოს და კორნელი კეკელიძე, ხო? არ აძლევს საშუალებას და ნიკო მუსხელიშვილი არ აძლევს საშუალებას, რომ სამეცნიერო კუთხით გაიზარდოს, არა? და სადოქტორო დაიცვას. გესმით, აი ეს პროცესი ელიტარული ხდება მხოლოდ. ხო, ელიტარული ხდება და ელიტარული ამ პატარა ქვეყანაში 3 მილიონი ქართველი აღარ არის. ესე იგი, მარტო ივანიშვილის, კობახიძეების და მის პაპუაშვილების შვილები უნდა იყვნენ და დანარჩენები მონებად უნდა ემსახურებოდნენ ამათ. რატო იყოს უფასო დოქტორანტურა, მაგრამ უმკაცრესი კონტროლით მიიღე, ვისაც აქვს სამეცნიერო მუშაობისაგან მისწრაფება. დღეს მოხსენება იყო, მე ვარ მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა კომისიის წევრი და მოხსენება იყო. კომუნისტების დროს, აი 90-იან წლებში საქართველოში იყო 70,000-დან 80,000-მდე მეცნიერ მუშაკი, მკვლევარი. დღეს არის სადღაც 5,000 და ბატონი როინმეტრეველმა თქვა, რომ მაგნეტის არ იქნება, შეიძლება იყოს 3,500. გესმით ხალხო ეს რა დაცემაა უკვე ერისა? ანუ ინტელექტუალური განათლების კუთხით ერის დაცემის პროცესს უყურებ ჩვენ და იმის მაგივრად რომ ესე იგი ხელი შეუწყოთ განათლების სისტემის აღორძინებას, უფასო გავხადოთ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, უფასო გავხადოთ დოქტორანტურა, მაგრამ მიღება იყოს უმკაცრეს. კი ბატონო, კერძო ხო არის უმაღლესი სასწავლებლები. წავიდეს იქ გადაიხადოს ფული როგორც უნდა ისწავლოს. მაგრამ სახელმწიფო იმიტომ ქვია რომ ის უნდა იყოს უფასო. საიდან ბატონო და 16,000-ები რომ გაიხადეთ ჯამაგირებია რა და თითო იმას რა ქვია პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერს და იმას რომ დაათრევენ 50 კაციან დაცვას. მოხსენით ეს ყველაფერი ბატონებო. და თქვენი მოკლა რა უნდათ რა თუნდათ ეხლა ვიღაცა გამოგცევა კოსმოსიდან ხოცავენ ხალხს ხო უყურებთ რა. თქვენი ცოცხლე ჩარათუღირს რა თუნდა გინდა გიცოცხლეთ კი და არა. ვისრად ბიაჭდიხართ არა? ხო და არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. და ეს ხარჯები რაც არის, ხო? მოახმარეთ განათლებას. მოახმარეთ რომ მომავალი თაობა იყოს მოდის ნიჭიერი თაობა და საშუალება არ აქვს რომ ისწავლოს, პერსპექტივა არ აქვს რომ დაამთავრებს სადღაც იმუშავებს. ამასაც უსპობ ყველაფერს. იმის მაგივრად რომ ეროვნული წარმოება აღორძინო, ეროვნული სოფლის მეურნეობა აღორძინო. ყველაფერი ეროვნულ სპობ, არა? აი ჩვენ ვილაპარაკეთ, ართულებენ იმას რომ ადამიანს საქმის კეთება თუ გინდა, ესე იგი არაფერი, ესე იგი დაგახჩობენ პატარა მცირე ბიზნეს თუ მათ კლანში არ ახარ, ხო? და ძირითადად რა ხდება ახლა? ეროვნულ წარმოებას არ აღორძინებენ, იმიტომ რომ ამათ ყველას აქვს თავისი ეგრეთ წოდებული კრიშა. უცხოეთიდან შემოაქვს ზოგს სარეცხის ფხნელი, ზოგს ქათმის ბარკლები, ზოგს კვერცხი, ზოგს რაღაც კონსერვები, ზოგს რაღაც სათამაშოები. თავიანთ პარლამენტში განიხილავენ როგორ გავაიაფონ. როგორ გააიაფონ? მერე და ყიდიან, თქვათ, იქ რო ყიდულებენ $2, აქ ყიდიან $10. და აგერ თურმე ქართველი 10 მილიარდელი ყავს ამ ღარიბ ქვეყანაში 150 კაციდან 60 კაცამდე მილიონერი ზის პარლამენტში, ხო? უბედურო ქართველო ერო ამ ხელისუფლების ხელში.
აი ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა, რომელსაც თავით ეჯახება ჩვენი ქართველი კაცი და იმის მაგივრად რომ ეროვნული წარმოებით აღორძინებულიყო ქვეყანა, ეროვნული სოფლის მეურნეობით ნორმალური პროდუქტი გვეჭამა და არა კანცეროგენული შხამებით გაჯერებული და უამრავი დაავადება ტრიალებს ჩვენ გარშემო და უკვე ეს დაავადებები ბავშვებშიც არის. ის კი არა რომ თქვათ მოხუცებული ადამიანი ავადდება. არამედ ბავშვებში უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო ონკოლოგიურმა დაავადებებმა, შაქრის დიაბეტმა და ასეთმა დაავადებებმა. იმიტომ რომ ნახეთ კვების პროდუქტები. ძირითადად ვართ დამოკიდებული უცხოურ ბაზარზეა რა. და ძირითადად ეს ბაზარი კიდე არის აზიური ბაზარი, ხო და რა შემოდის ვინ აკონტროლებს ბაუწყის. როცა ჩვენ მადლიან მიწაწყალზე მოყვანილ პროდუქტს სულ სხვა გემოაქვს რა. და აი ამ უბედურებაშია ქვეყანა ჩავარდნილი და ეს ყველა თავისი ბიზნესია. კუპი პრადაი რუსულად რო თქვა, ჩემო აქვს თურქეთიდან რაღაცა ისა $1 აქ ყიდი $10. ისევე როგორც ფარმაციაში, ხო? წამლების მაფია, აგერ ის კურტანიძე თუ ის მილიარდელია, ხო? ეხლა როგორ ფიქრობთ ესე აი ამ პატარა ქვეყანაში ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს, მაგრამ ქვეყანა აღორძინე რა. ანუ გაუჭირვეს ხალხს ცხოვრება, დიზელის საწვავი გააძვირეს, ის გააძვირეს, ეს გააძვირეს, ის შხამქიმიკატები გაძვირდა, სასუქი გაძვირდა, ეს გაძვირდა, რა ქნა საწყალმა გლეხმა. იმიტომ იცლება ეს სოფლები არა? არა ეს ხო ისედაც აი თვალსაჩინო არის რომ ქვეყანაში სადაც წამალი გახდა ყველაზე უფრო არ ვიცი აი ფუფუნებისაგანია თითქმის უკვე მედიკამენტი და ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება ადამიანისთვის აი იმ ქვეყანაში ვინც ამ წამლებს აწარმოებს ისინი ხდებიან მარტო მილიარდერები და ეხლა აი ეს ხო არის სიმპტომი მე გეტყვით რა ვალერიანის კაპლი ხო ვალერიანის კაპლი კომუნისტების დროს ღირდა 15 კაპიკი თუ რაღაც 10 კაპიკი დღეს ღირს ესე იგი რა ვიცი გონი 2.5 რა კორვალული და ისა რა ელემენტარულზე ვამბობ არ ვამბობ ეხლა რაღაც ისე ფანტასტიკურ წამლებზე რა არის ეხლა ეს რა ვიცი ეგ მაინც სცენარეული არის მიდაზემოდი ჩვენ ვართ კოლონიალური ქვეყანა რომელსაც ყავს როგორც კუბას ყავდა ბატისტას რეჟიმი სულ გაყიდული სულ წაწმედილი ხელისუფლება რომელსაც ფეხებზე კიდია ქართველი ხალხი რომელსაც არ აინტერესებს ქართველი ხალხის მომავალი, მისი დემოგრაფიული ვითარება. რა დემოგრაფიული ვითარება უნდა გაინტერესებდეს? თბილისს დააკვირდით, ესე იგი 40 სართულიანი სახლებით რო გავისო. ქართველობა გაწყდა და ამ სახლებს ვისთვის აშენებ კალაძე, მაინტერესებს. ანუ თლიანად სახელისუფლებო ბანდა ასრულებს უცხოელი ბოროტი ძალების დაკვეთას. და მე ვისურვებდი ისე უბრუნდები იმას, რითაც დავიწყეთ, რომ მოვა ახალი პატრიარქი, ხო? ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ იყოს ისეთივე ეროვნული, აქტიური და შეუმცდარი, როგორიც იყო ილია მეორე, კათოლიკოს პატრიარქი. იმიტომ გამოვიდა ამდენი ხალხი, რომ მისი დიდი ნუგეშის, მისი დიდი სიკეთის აურის შედეგი იყო ეს და ამ ქვეყნად არავინ არ რჩება, იმის არ იყოსა. ალექსანდრე მაკედონელმა რომ დამკრძალავთო ხელები მაღლა დამაჭერნეთ დაინახოს ხალხმა რომ იმ ქვეყნად არაფერი მიმაქო. იმ მილიარდელებსაც ვეუბნები რომ იმ ქვეყნად ვერაფერს ვერ წაიღებთ. სიკეთე ქენით საქართველოსთვის, ამ ღვთივკურთხეული ქართველი ერისთვის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის. ნუ გაღორდებით ხელისუფალო საქართველო სხვა ქვეყანაა, საქართველო არის მისტერიული ქვეყანა, სადაც აუცილებელია რომ ერი ჩვენი ვეფხის ტყაოსნის შემქმნელი ერი მრავალჟამიერი შემქმნელი ერი გრემის სვეტიცხოვლის ამშენებელი ერი მარადიულად არსებობდეს და თქვენ არ გაპატიებთ არც დედაღვთისმშობელი არც იესო ქრისტე იმ ღალატს იმ ავკაცობას რასაც ქართველი ერის წინაშე ჩადიხართ ეს დაიმახსოვრეთ აი ბრძენ პატრიარქს უკეთილშობილეს ტკბილ პატრიარქს მილიონზე მეტი ადამიანი იმიტომ აცილებდა რომ მთელი თავისი 93 ხანგრძლივი სიცოცხლის წელიწადი სწორედ ქართველი ერის მსახურებას შეალია. უცოდველი არავინ არ არის, მაგრამ ქართველი ერს ემსახურა და როგორ თქვა რა, რაც შევძელი ყველაფერი, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთეო. ამიტომაც ერისთვის იზრუნეთ და არა საკუთარი ჯიბეების გასასქელებლად. ოხრად დაგჭებათ ეგ ჩინმენდლებიც, ეგ დოლარებიც და ეგ ევროებიც. გახსოვდეთ, რომ უფალი მაღალია და უფალი ყველაფერს ხედავს.
დიდი მადლობა ბატონო ვაჟა, მადლობას გადაგიხდით. მადლობა მოწვევისთვის. მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის და იმედი მაქვს მომავალშიც გვექნება არაერთხელ ამის შესაძლებლობა. დიდი მადლობა. შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებელს, პოეტი, პროფესორი ბატონი ვაჟა ოთარაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.